ესე ვეშვებით ქვემოთ საკმაოდ სახიფათო, მაგრამ კარგად გაკეთებული გზაა, ნელა უნდა იარო. უზარმაზარი შრომაა ჩადებული, როდის არის გაკეთებული ეს. აი გაღმა ისე მოჩანს მონასტერი და საკმაოდ მაღალზე ვართ, ქვემოთ გამოჩნდა კაშხალი. ასე რომ ულამაზესი ადგილები აქვს საფრანგეთშიდაც, მინდა გითხრათ, არა ნაკლებია ვიდრე საქართველოს. ჩვენ მოგწონს ძალიან ჩვენი ქვეყანა, მაგრამ ფრანგებსაც გონიათ ისეთი ადგილები, რომელიც ძალიან ლამაზია ბუნებრივობით, თავისი რელიეფებით და თავისი და რაც თავარია მოვლილია. აბსოლუტურად მოვლილია ყველაფერი. ნაგავს ვერ ნახავ დაგდებულს გამორიცხულია. გაკრიალებულ გასუფთავებულია ყველაფერი. ხალხი თავაზიანია. თვითონ ეხლა აქაურობას მეტად არ ვიცნობ, რომ ამათ სოციალურ და მატერიალურ მდგომარეობაზე ვისაუბრო, მაგრამ როგორც ასეთი ერთი შეხედვით ქვეყანა მომეწონა. ყველანაირი რელიეფი აქვს, მოვლილი, დალაგებული, ბუნებაც აქვს, მოკლედ საინტერესო. ქვემოთ უზარმაზარი კაშხალია, გადაშლილი ტბა, აგუბებული წყალი. სავარაუდოდ საზაფხულოც აქ ალბათ ტურისტებიც ბევრი ეღოლებათ. თუმცა კი საფრანგეთის ტურისტი არ აკლია, მაგრამ ჩვენ გვიწევს გავიაროთ კაშხლის ხიდზე. კაშხლის ნაგებობაზე. არსებულ ხიდზე, აქ ხარის კაშხალია. ავიცი,